ჩემთვის რთულია ემოციების გარეშე გავიაზრო ის, რაც ხდება ირაკლის გარშემო. მით უმეტეს რთულია გადმოგცეთ ჩემი მოსაზრება ისე, რომ არ დავაზიანო ის, რასაც ირაკლი მთელი შეგნებით უფრთხილდებოდა და უფრთხილდება. ის რომ მთელი სანაცეთი ზეიმობს, ჩვეულებრივი ამბავია, ისედაც განადგურებულები არიან და მათი გაბოროტებული ემოციები საერთოდ არ მაინტერესებს. სასაცილოა იმ ადამიანების სიხარული და აჟიოტაჟი, რომლებსაც გონიათ, რომ დაუფასდებათ და რაიმე სარგებელს მიიღებენ. ბრალშიც წერია და განაშენშიც, რომ ირაკლის არავისთვის არ მოუპარავს. არ უსარგებლია სახელმწიფო გავლენით და მით უმეტეს არც კორუფციაშია ბრალდებული. ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერზე არსებობს პასუხები და საზოგადოებისთვის გასაგები და მისაღები მიზეზები. ფაქტია, რომ ირაკლიმ გადაწყვიტა არ შესულიყო სამართლებრივ დავაში, რომელშიც შესაძლებელია გამართლებულიყო ან არ გამართლებულიყო. ამაზე ვერ ვიმარჩიელებთ. დაზუსტებით კი იმის თქმა შეიძლება, თუ რა სახეს მიიღებდა აღნიშნული პროცესი და როგორ დაზიანდებოდა ის საქმე, რომელსაც გულწრფელი სიყვარულით ემსახურა და ქვეყანა, რომლისთვისაც სიცოცხლესაც გასწირავს. ვიცი, გამოჩნდებიან ცინიკოსებით დაიწყებენ ქილიქს და საპირისპირო მტკიცებას, მაგრამ ვინც კარგად იცნობს ირაკლი ღარიბაშვილს, მიხვდება რასაც ვამბობ. წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა ალექსანდრე თამაზაშვილი.